ბატონო, დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განმარტო ის მიზეზები, რატომაც მოვედი კომისიის ხდომაზე. იცით თქვენ, რომ აგვისტოს თემის ომის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყოველთვის ხდება ცალკეული ინტერპრეტაციები ამ მიმართულებით, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტურობის დაფიქსირება და იმ პოზიციის დაფიქსირება, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. აქვე მინდა ყველას შევახსენო საზოგადოებასაც, კომისიის წევრებსაც, ქალბატონოთია თქვენ მოგეხსენებათ და ამაზე ცალკე გავამახვილებ ყურადღებას ჩემს მიერ მიწოდებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ხააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურაზე იქნა მიწოდებული. ამ ეტაპის მდგომარეობით, სამართლებრივი მდგომარეობა იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ომთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ჩემი სიტყვა, როგორც ერთ-ერთი მონაწილის იმ თვალსაზრისით, რომ მტკიცებულებების მოგროვების და გადაცემის საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველი ჩემი სიტყვა ექნება აწონილი, იმიტომ რომ ამ ეთერს, ამ საზოგადოებრივ ამ ჩვენების მიცემას უყურებს რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, ნებისმიერი ჩემი სიტყვა გამოყენებული შეიძლება იქნას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურაში და აქედან გამომდინარე მხოლოდ ამ ინტერესებიდან გამომდინარე კანონის სრული დაცვით წარმოადგენ იმ ინფორმაციას, რაც ინფორმაცია არის წარმოქმნილი. აგრეთვე მინდა შეგახსენოთ, რომ რაც შეეხება ჰააგის პროკურატურის თემას, მე ვარ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურის ასოციაციის ასოცირებული წევრი 2003 წლიდან თანამშრომლობ პროკურატურასთან, მაქვს სპეციალური დაშვება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილ დანაშაულს, იმიტომ რომ თავის დროზე ჩემი მოთხოვნა იყო, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, რომ დაწყებულიყო გამოძიება აფხაზეთში მომთარებულ მოვლენებზე. გახსოვთ თქვენ მაშინ ამაზე უარი იქნა თქმული, იმის გამო რომ რომის სტატუტის გაფრთხილება არ ხდებოდა 92-93 წლებში. ჩემი ამოცანა იყო დამემტკიცებინა, რომ ეს დროში გაბცობადი დანაშაული არის და მე ამას მოყვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და აქედან გამომდინარე ამით ხაზს უსვამ, რომ ყველა ეს ქმედება რაც შეეხება ომის თემებს, ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშაა. ეხლა რაცაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას. იცით თქვენ 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი რამოდენიმე მიმართულებით შექმნილიყო, რომ დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა, იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ ვიკავებდი უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას, მაშინ იყო უმრავლესობა და უმცირესობა. ყველა საპარლამენტის თომაზე, ყველა უпроსორად სესიაზე, როდესაც გაიხსნა სასესიო მუშაობა და გაიხსნა სამუშაო პარლამენტთან შეუდგა მუშაობა საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, ოპოზიცია აყენებდა ამ საკითხს, რომ შექმნილიყო კომისია და ამის მტკიცებულება არსებობს საჯარო საუბარი არის პარლამენტის ჩანაწერები, აუდიო, ვიდეო და თვითონ ის რასაც ხდომის ჩანაწერები, რომელიც იყო. მაშინდელი უმრავლესობის ხაზი მინდა გაუსვა, რომ უმცირესობის პოზიცია მდგომარეობდა საგამოძიებლო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად ხდებოდა განცხადებები, მაგრამ როდესაც საუბარი იყო უმრავლესობის პოზიციას და უმცირესობის პოზიციის დროს მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ საგამოძიებლო კომისიის მიცემა სჭირდება ხმათა რაოდენობა, მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა საშუალებას უმრავლესობის კეთილინების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებლო კომისია, მოდი ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, უმცირესობასთან და უმრავლესობის შეჯერებულ მომენტებში მოხდა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა.
მინდა ხაზი გაუსვა რომ იცით თქვენ რომ იმ ეხლა თუ არ ვცდები იმ დროინდელი რეგლამენტითაც კი როგორც ეხლა არის ეხლა არ ვიცი როგორ არის დროებითი კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოზიცია უმცირესობის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო თუ არ ვცდები ქალბატონთეა 9 წევრისგან შედგებოდა კომისია 5 კანდიდატი წარმოდგენილი იყო ოპოზიციიდან 4 უმრავლესობიდან აქედან 9 კანდიდატიდან არც ერთს არ ქონდა და არა მარტო 9 კომისიის წევრზე საერთოდ უმცირესობაში არავის არ ქონდა გამოცდილება საგამოძიებლო მოქმედებების წარმოების და გამოძიებასთან შეხების წერტილები გარდა ჩემისა და აქედან გამომდინარე და ის გამოცდილება რაც ეხება გამოძიების აყვანას. მეორე საკითხი რაც მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით, ამიტომ მოხდა კანდიდატურაზე შეჯერება უმცირესობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ამან ჭირდება კეთილინება, უმრავლესობის სხვანაირად არ მოხდებოდა კენჭისყრა და შეჯერება როდესაც მოხდა შეხვედრა უმრავლესობა და უმცირესობას შორის, შეჯერებული ვარიანტი შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისიის საკითხი, ხაზი მინდა გაუსვა საპარლამენტო კომისიის და არა თქვა დროებითი კომისიის და არა საგამოძიებლო კომისიის. ამის შემდგომ ჩვეულებრივი პროცედურებია თქვენ მოგეხსენებათ პარლამენტში როგორც ხდება, წარმოდგენილი იყო სასესიო კვირას, თქვა უმცირესობის მხრიდან ჩემი კანდიდატურა და უმრავლესობამ უყარა კენჭი, როგორც წესი, მათ რო არ ეყარათ კენჭი, შეთანხმება არ იქნებოდა, მოდი ასე ვთქვათ და თავისუფლად შეეძლოთ კანდიდატურა ჩაეგდოთ. ამის შემდგომ, რადგანაც თქვენ ამახვილებთ თუ როგორ მიმდინარეობდა კომისიის შექმნის პროცედურა, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, რა თვალსაზრისით, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არ იყო შემთხვევა, როდესაც ასეთი დონის კომისია იქმნებოდა, ეხლა იყო დროებითი კომისიები, რაზეა საუბარი, მაგრამ ასეთი დონის და რასაც ეხება საბრძოლო მოქმედებებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ არეალის განსაზღვრა, აქ არ არის საუბარი მარტო საბრძოლო მოქმედებების თემაზე, აქ არის საუბარი პოლიტიკურ სეგმენტზეც, დაახლოებით თუ არ ვცდები, ეხლა ვერ ვიხსენებ დაახლოებით 10 დღის ვადის განმავლობაში მე შემუშავე დროებით საპარლამენტო კომისიის დებულება და რატო როგორ მოხდა ამის შემუშავება. ანალოგი იყო აყვანილი 11 სექტემბრის ამერიკის შეერთებული შტატების 11 სექტემბრის კომისიიდან ის პრინციპები ამას უკვე ცალკე რა ქვია მაგას ჩავიკითხავ რომ ჩანდეს ეს ყველაფერი და მუშაობის პრინციპებზეა საუბარი რა რატომ უყურეთ იმიტომ რომ ჯერ არ იყო პარლამენტის ისტორიაში რომ საჯაროდ ხდებოდეს 2008 წლის მდგომარეობის ლაპარაკობს საჯაროდ ხდებოდეს კომისიის ხდომის წარმოება და კითხვების დასმა არა მარტო კომისიის წევრების მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდან. რაზე ამახვილებ, ზუსტად ესეთი პრინციპით იმუშავა დროებითმა საგამოძიებლო კომისიამ, რომელიც იყო 11 სექტემბერთან დაკავშირებით. საუბარი იყო, რომ კითხვების მოწოდება ხდებოდა ონლაინ რეჟიმში, პირობითად სპეციალური მექანიზმი იყო შემუშავებული ამასთან დაკავშირებით, იმ თვალსაზრისით, რომ რაც საჯარო ხდებოდა, მეორე ის კითხვები, რაც კომისიის წევრებს ჰქონდა და ის კითხვები, რაც მოსმენით ხდება. მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქმის წარმოება როდესაც თქვენ ახლა საგამოძიებლო კომისია გაგდა გესმით თუ რა უფლებამოსილების განხორციელება შეეგიძლიათ და ჩემი მოვალეობა მდგომარეობდა რადგან შეთანხმება მოხდა დროებით საპარლამენტო კომისიაზე მნიშვნელოვანი იყო რომ მე მომესმინა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ლაპარაკობ არ გაქვს უფლება საგამოძიებლო ოპერაციები ატარო და აქედან გამომდინარე ამ მოსმენიდან მიმართებაში შემდგომ შემეფასებინა და არაერთი დანაშაული აღმოაჩინე რაც დასკვნაში აღწერილია და გადაგზავნილი იქნა საქართველოს პროკურატურაში გამოსაძიებლად. აქედან გამომდინარე ეს პრინციპი, როდესაც ამ პრინციპის შეჯერება მოხდა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომში ის რომ ანალოგი იყო გამოყენებული 11 სექტემბრის კომისიის ამერიკის შეერთებული შტატების ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მოწოდება დაიმსახურა ამან იგივე ამერიკის კონგრესშიც შემდგომ კომისიის დამთავრების მუშაობის შემდგომ ლაპარაკობ როდესაც მე მივიღე მადლობა შეერთებული შტატების კონგრესიდან დიდი ბრიტანეთიდან და რატომ დიდი ბრიტანეთის იყო ტონი ბლეერის თან დაკავშირებით გამოძიებასთან დაკავშირებით რაც ეხებოდა ერახ
ერაყში დიდი ბრიტანეთის ჯარების მონაწილეობას კომისია, რომელთანაც გარკვეული კონსულტაციებიც კი გავიარე იმ თვალსაზრისით თუ როგორ მუშაობდა ეს კომისია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ აქ ეხებოდა დაკითხვებს ქვეყნის პირველი პირების, იცით თქვენ, რომელიც ეს ხდებოდა საჯარო. ამის შემდგომ შემუშავებული იქნა პრინციპი იმ თვალსაზრისით, რომ ყოფილიყო დახურული შთომები, ოღონდ დახურული შთომები უნდა ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, როდესაც დამკითხავი ობიექტი, უბრალოდ ინფორმაციის მომწოდებელი ობიექტი გააჟღერებდა სახელმწიფო საიდუმლოების, უნდა გაეჟღერებინა სახელმწიფო საიდუმლოების აქტიდან მომენტებიდან გამომდინარე გარკვეული ინფორმაცია, მაშინ შთომა იხურებოდა. ეს შთომა, დახურული შთომა, დახურული იყო საზოგადოებისათვის, მაგრამ მიმდინარეობდა შთომის აუდიო, ვიდეო ჩაწერა და ნებისმიერ პირს მე ვარცხლებდი, რომ შთომა დახურულია, მაგრამ მიმდინარეობს ამის ჩაწერა. ამის შემდგომ, რაც დახურული ფორმატი იყო, ამას დაედო გრიფი საიდუმლო, როგორც იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული. ყველა დანარჩენი რაც იყო მასალები, ჩემს მიერ შემუშავებული იყო სპეციალური სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერი სიტყვის, რა ქვია, ჩაწერას, რომელიც თქმული იყო კომისიაზე, არა მარტო ვიდეოთი, არამედ აუდიოთი, ცალკე და აგრეთვე CD ფორმატში. და შემდგომ ეს, ოდესაც ყველაფერი ერთად უკვე კანონთია იყო თავმოყრილი როგორც მასალა, ოდესაც კომისიას ჰქონდა სამთვიანი ვადა, ჩვენთვის ვადა არ გაუგრძელებიათ. ამ 3 თვის განმავლობაში ყველა მოკრებული მასალა ჩაბარდა საქართველოს პარლამენტის არქივს, სადაც არის საიდუმლო განყოფილება ცალკე რა თქმა უნდა, ის ღია რაც იყო ცალკე რა თქმა უნდა და ეს მასალები იყო წარმოდგენილი. ეხლა რაც შეეხება თვითონ კომისიის, იცით რა არის მთავარი პრინციპი, კიდევაც მინდა ხაზი გაუსვა, ის რომ კომისია, რომელიც შედგებოდა 9 წევრისაგან, ახლა დასკვნა, რომელიც კომისიამ დაწერა, 9 წევრმა მოაწერა ხელი. ეს დასკვნა შეიძლება ხოლმე კონსენსუსის გზით, ეს იყო პრინციპი მუშაობის და ეს იყო მნიშვნელოვანი. სხვანაირად დასკვნა ვერ დაიწერებდა, რა თქმა უნდა შეიძლებოდა ყოფილიყო განსხვავებული აზრი ამ მიმართულებით, თქვათ კომისიის წევრისგან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა. მე ახლა ჩავიკითხავ ზუსტად იმ მომენტებს, რაც ეხება კომისიის დასახელებას და მოქმედებას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 2009 წელს შეიქმნა 2009 წელი არის საუბარია დასკვნაზე, მითითებათა დასკვნა დაიწერა. კომისიამ შეისწავლა საქართველოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტომდე და აგვისტოში რუსული სამხედრო ინტერვენციის პერიოდში განვითარებული მოვლენები. ფაქტების დასადგენად ინფორმაციის მისაღებად კომისიამ ჩაატარა მოსმენები, დიდი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მოსმენები იყო ღია. კომისიის შთომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე შთომის ნაწილი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. კომისიის შეკითხვები 22-მა მაღალმა სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირმა უპასუხა და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მაშინელმა პრეზიდენტოს კომისიაზე მოსასვლელად. შემდგომ ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა გარკვეული წარდგენილი იქნა ანგარიში გარკვეული მომენტები, რომელიც დალაგებული არის იმ თვალსაზრისით, რომ მოვლენების განვითარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე და მას შემდეგ, რაც მოცულია დასკვნაში, კონფლიქტი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივები, რაც მოცემულია დასკვნაში, სამხედრო აგრესიის მასშტაბები, საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები, რაც მოჩვენებული არის დასკვნაში და ის რეკომენდაციები, რაც უნდა გაწეული იყოს. და აქვე კომისიამ შეისწავლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა შემდგომში რუსეთის ფედერაციის ჯარების გადმოსვლაზე საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც დარღვევით მოხდა რუსეთის კონსტიტუციის, მე არ ვლაპარაკობ ამ წუთას საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და მე არ ვლაპარაკობ ამ წუთად საქართველოს კანონმდებლობაზე. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დაარღვია რუსეთის კონსტიტუცია, როდესაც რუსეთის სათათბიროს ნებართვის გარეშე გადმოიყვანა ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე. შემდგომში თქვენ გახსოვთ, თქვენ მაშინ იყავით იუსტიციის მინისტრად გემახსოვრებათ უпростоრად, როდესაც დავები მიდიოდა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მხრიდან და საქართველოს იუსტიცია წარმოადგენდა, ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტები იყო საქმეში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს არ ღვევდა თავის კონსტიტუციას და ის გამარჯვებები, რაც შემდგომში დაჯდა, ერთ-ერთი საფუძველი ამ თემების ეს იყო ის, რომ კომისიის მიერ მოძიებული იყო სამართლებრივი შეფასებები ამ კუთხით. აგრეთვე მტკიცებულებები, რაც მოიპოვა კომისიამ, ის სანქციები, რაც გაიცა ჰააგის პროკურატურის მიერ. ზუსტად იმ პიროვნებებზეა გაცემული, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა და მოიპოვა მათი აუდიო ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ თუ რა თქმა უნდა შემდგომ საქართველოს პროკურატურამ, როდესაც წარადგინა ჰააგაში ეგ საქმეები, ეს განმტკიცებული იყო მტკიცებულების ბაზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სანქცია, რაზეც გაიცა, მინდა ხაზი გაუსვა ჰააგის პროკურატურის მიერ, მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, სადაც ჩვენ მოვიპოვეთ აუდიო მათი ჩანაწერები, რაც სერიოზული მტკიცებულება იყო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რა თქმა უნდა, მტკიცებულებთა ბაზით გამტკიცებული, რაც პროკურატურამ თავის დროზე გამოიძინა. მოდი გავეწყინებთ თუ არ გეწყინებათ. ჰააგაში სახელმწიფომ როგორ აწარმოა დავა, ეს არის უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების. არა, მე არ ვლაპარაკობ ამ პოლიტიკურ თემებზე. წუთით ქართული ოცნება როცა მოვიდა პოლიტიკა, თქვენც დეპუტატი რო იყავით, პოლიტიკაში იყავით. პოლიტიკა ეს ყველაფერი. ჰააგაში სახელმწიფომ როცა აწარმოა სისხლის სამართლის საქმე და დავები აწარმოა სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ, ეს იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე და ჩემი ქართული ოცნების თანაგუნდელებთან, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან, სხვა ძალოვან სტრუქტურებთან რა ძალისხმევა დამჭირდა და დაგვჭირდა ყველას ერთად იმისთვის, რომ ჰააგაში ქართული ჯარის და საქართველოს სიმართლე წარმატებით დაგვეცვა და ეს მოვახერხეთ. რა ძალისხმევად დაგვიჯდა უკვე 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, რომ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა და სტრასბურგში რუსეთი, რომელიც დაგვცინოდა, მისთვის დავა მოგვეკო საბოლოოდ. ამ ძალისხმევის საუბარს თქვენ დაიწყებთ, იმიტომ რომ მე რომ მომავალი ხელისუფლება აქ დამიძახებს და აქ თავმჯდომარე იჯდება და მე იქ ვიჯდები, იმას მოვყვები მაშინ. ჩემ საქმიანობაში თქვენ უშემოიჭრებით. თქვენ გვესაუბრეთ, რაც შეეხება ჰააგის პროკურატურაში აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაო პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობს ახლაო. პროკურატურამ უზარმაზარი სამუშაო გაწია 12-13 და მომდევნო წლებში იმისათვის, რომ რეალურად გამოეძიებინა. თქვენი მასალებიც იყო იქ გამოყენებული და მე მადლობა მინდა გითხრათ. ჰააგაში ნამდვილად ეს დასკვნა გამოვიყენეთ ჩვენ და მაგრამ ეს ნამდვილად თქვენ არ გეწინოთ და არ იყო საკმარისი. ზღვაში წვეთიც კი არ იყო იმისთვის, რომ ჩვენ დაგვემტკიცებინა, რომ მართლები ვართ. ჩვენ ეს შევძელით, ამიტომ პროკურატურა იქნებოდა ეს თუ სხვა სამართალდამცველები ჰააგაში რა გაკეთდა, ამას თქვენ მე ნუ ამიხსნით. მოდით ასე გავაკეთოთ, ნახეთ. არა, გაბატონო, მე გიპასუხებ, მე არ ავაკეთებ თქვენთვის ახსნას. ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს კომისიამ, გასაგებია რომ ოპოზიციამ, თუმცა თქვენ უმცირესობას უწოდებთ, ალბათ ოპოზიცია იყო იმ პარლამენტში, რიტორიკულად ვსვავკითხვას. თქვენ ოპოზიციას წარმოადგენდით, მაშინ რომელ პარტიას წარმოადგენდით? პირველ რიგში, გაბატონო, მე არ საუბრობ, რასაც მინდა თქვენ გიპასუხოთ, იმიტომ რომ ეს თქვენ აღნიშნეთ ხაზი გაუსვით, ეს პოლიტიკა არის.
მე არ საუბრობ თქვენ თუ დააკვირდებით არ წინა ხელისუფლებაზე და არც დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აგვისტოს ომის თემა, რაც შეეხება გამოძიების თემა არის ყველასი. მე ვალდებული ვარ იმ თვალსაზრისით და ყოველთვის მოხარული ვიყავი, ბედნიერი ვიყავი, როდესაც პროკურატურა მიაღწია წარმატებას. მაგრამ თქვენს აღნიშნეთ და მადლობა ამისათვის, რომ აღნიშნეთ, რომ კომისიის მასალები რაც იყო გამოყენებული. ჩვეულებრივი ამბავი, ეს ხო გამოძიება არის. მე არ გაკადრებთ, რომ თქვენ აგიხსნათ კომისიას რომ მართავდით. ერთი წუთით. მე თქვენ არ გაკადრებთ კომისიას რომ მართავდით, როგორ იმუშავეთ. მე აღზივარ, არა, მე იმიტომ რომ თქვენზე კარგად მე ვერ მეცოდინებ. თქვენ ჰაგაზე ბევრს დავხარჯავთ დროს, იმიტომ რომ ჰაგაში რა ვაწარმოეთ, როგორ ვაწარმოეთ და ქართული ჯარი როგორ დავიცავეთ და მისი სიმართლე. ეს მე კარგად ვიცი. 8 წელი ვმართავდი იუსტიციის სამინისტროს და მტკიცებულებებს ჩვენი გუნდი იუსტიციის ჯარი, გენშტაბი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რაც მთავარია საქართველოს პროკურატურა და ის პროკურორები, რომელიც მაღალ კვალიფიციურად მუშაობდნენ, ჩვენ ეს კარგად ვიცით. მე დავაკავშირე, არა, არანაირად. თქვენზე მეტიც ვიცით. თქვენ აქ იმისთვის ხართ მოსული, რომ ჩვენ რაც არ ვიცით ის მოგვიყევთ. შესაბამისად, თუ შეიძლება შეგეკითხებით, რომელ პარტია ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენით, ანუ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში იყავით იმ პარლამენტში. ხო, ასე ამბობთ. კიდევ ერთხელ დავასრულებ ამ თემას. თქვენ თავისუფალი რეჟიმი რო ახსენეთ, იმიტომ მივაბი ეს საკითხები ჩვეულებრივი თემა, იმიტომ რომ გაგზავნოთ კიდევ 5 წუთი აიღეთ და მერე დავსვათ კითხვები. არა, არანაირად. რაც შეეხება პარლამენტს, იცით თქვენ მაშინ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც შედგებოდა 9 პარტიისაგან, ჩვენი პოლიტიკური პარტია იყო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ნაწილი და როდესაც 2008 წელს იყო თქოთ შედგა საპარლამენტო არჩევნები ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური პარტია მაშინ მოხვდა პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად რომელიც იყო წარმოადგენილი შეიქმნა უცირესობა აქედან გამომდინარე მე წარმოვადგენ ჩემ პოლიტიკურ პარტიას რომელსაც თავის დროზე მე სახელწოდება ცვლილება მოხდა პოლიტიკური პარტია ჩვენ თვითონ შემდგომში რომელიც გადაკეთა ევროპულ დემოკრატად ამ პარტიის პარტია იყო დამფუძნებელი გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის საარჩევნო ბლოკით და საარჩევნო ბლოკით მოხდით პარლამენტში მე კი ვიცი მაგრამ ჩვენ საზოგადოების საუბრობთ და ხანდახან გულისკიულსაც გაგიზიარებთ რომ ახალგაზრდა თაობამ არც შეიძლება არც იცის რომ თქვენ დეპუტატი ბრძანდებოდით რომ ასეთ მნიშვნელოვან კომისიას ხელმძღვანელობდით ამიტომ რაღაცების გამეორება გჭირდება თუმცა წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მე როგორც მახსოვს იყო კომისიის წევრი მაგრამ არ იყო თქვენს იყო ამ ერთიან ოპოზიციაში დიახ ჩვენი ფრაქციის წევრი იყო მაშინ თითქოს დამოუკიდებელი არ იყო დამოუკიდებელი პარტიის წევრი იმიტომ რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე როდესაც შემოვიდა ეხლა ჩვენ თუ ეს კომისიის კვლევის საგანია თქვათ ვინ რო ოპოზიციონერი არა წევრებზე ხომ საუბრობთ და დამოუკიდებელი წევრი არ იყო იმიტომ რომ ამის დოკუმენტაციაც შეგიძლიათ პარლამენტში ნახოთ, როდესაც ის პარლამენტში შემოვიდა, იმ მომენტში ის გაწევრიანდა ჩემს პოლიტიკურ პარტიაში, ამის შემდგომ იყო კომისიის წევრი და შემდგომ დატოვა პარტია. ეს მისი ოპერატიული შედეგია. ეს გასაგებია. თქვენი ნებართვით სანამ წევრები დასვამენ კითხვას ორი შეკითხვა მაქვს დასკვნასთან დაკავშირებით, თუმცა დავიტოვებ უფლებას, რომ მე თუ ბოლოს კიდევ გამიჩნდა კითხვა გკითხოთ. ეს დასკვნა არის ასე ვიტყვი, გარკვეულწილად მას აქვს ისტორიული ნაწილიც. არაერთი ისტორიული ფაქტი, ისტორიული იმ გაგებით არ ხმარობ ამ სიტყვას, რომ რაღაცა მასშტაბურად ისტორიული მოვლენებია ასახული, ზოგიერთი არის, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ქრონოლოგია გაქვთ დასკვნის დასაწყისში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის იყო და ყველაზე დიდი ინტერესით სხვებთან ერთად გავეცანი არის სამშვიდობო ინიციატივების თავი. თქვენ აქ ამბობთ, რომ სხვადასხვა 90-იან წლებში
თქვენ გაქვთ ალბათ ხომ დასკვნის ასი დიახ, დიახ, თუნებავთ მოგაწვით. დიახ. გვაქვს ხო უფლება დასკვნა მე სახშიც მოვიხოთ. სამშვიდობო ინიციატივები გვერდი მე-12 რომ გაგიადვილოთ. შემდეგ გადახაზულია მე-13 აწერია შეიძლება მე-13 გვერდიც იყოს. სამშვიდობო ინიციატივები. ნახეთ, აქ დაწყებულია ის ბოდენის დოკუმენტიდან, რომელიც ჩემი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვს და მით უმეტეს ვინც ამ თემაზე კონფლიქტებზე მუშაობდა, ყველამ კარგად იცის რას ეხებოდა. არის შემდეგ მოთხრობილი 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, არის 2006 წელი აღწერილი საკმაოდ მოკლედ, 2007 წელია და 2008 წლის ინიციატივები. ვერც ამ თავში სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და ვერც გამოკითხული პირების სიაში მე ვერ ვნახე მაგალითისთვის ის სამშვიდობო ხალხთა შორის ურთიერთობების თემები, რაც თავისებური სამშვიდობო ინიციატივაა, როგორიც იყო მაგალითად 2005-2006 წლებში ორმხრივად გადადგმული ნაბიჯები, ვთქვათ, აფხაზებსა და ქართველებს შორის. ვერ ვნახე ასევე რა სამშვიდობო მაგალითად მცდელობები თუ გნებავთ წარუმატებელი ან ძალიან მცირედი წარმატების მქონე. გამოკითხულ პირებს შორის არ იყო და შეიძლება ეს გრიფით არის და მაშინ მიგვანიშნეთ და გავჩუმდებით. ვერ ვნახე მაგალითად ნაციონალური მოძრაობა როცა მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ კონფლიქტების მოგვარების თემაზე აქტიურად მუშაობდა მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა. მისი მოადგილე იყო ბატონი გიორგი ვოლსკი. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი იყო ირაკლი ალასანია. კიდევ იყო შეიძლება რამდენიმე პირი, რომელიც ახლა არ მახსენდება, მაგრამ ეს სამი გვარი დასახელი განსაკუთრებით იყო გამოკვეთილი, როგორც თითქოს ის ფრთა, რომელიც არ კარგავდა იმედს, რომ იარაღის გარეშე შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთება. გამოკითხეთ თუ არა ეს პირები, რა შეფასება მიეცეთ მაგალითად ისეთ ბრჭყალებში ვიტყვი, ბრჭყალებში პროექტს, როგორიც იყო ერგნეთის ბაზრობა, ეს ბრჭყალებში პროექტს რატომ ამბობ ისვის და თქვენ ახსნა არ დაგჭირდებათ. მთელი თავისი ავკარგით, რა შეფასება მიეცით, შამბა რომ იყო თბილისში ჩამოსული, რისთვის იყო ჩამოსული, ამით თუ დაინტერესდით, მე შეიძლება გამომრჩა. თუ გამომრჩა, ბოდიშს აქვე მოვიხდი, თუ არა და რატომ არ იყვნენ ეს პირები გამოკითხულები და ასეთ ინიციატივებს, როდესაც მინისტრი ხაინდრავა. ეს მინისტრი ხაინდრავა მინისტრად ოცნებას არ დაუნიშნავს, ის დანიშნა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ და ალბათ იმედიც დაამყარა იმაზე, რომ ეს კაცი შეძლებდა პოზიციების დაახლოებას. ეს იყო მინისტრი, რომელიც ჩავიდა სოხუმში. სწორად მახსოვს მე მგონი. ეს ყველაფერი ასახული აქ არ არის. ამაზე ორი სავარაუდო პასუხია. ან ეს არ იყო იმ მანდატში, რომელიც თქვენ პარლამენტმა მოგცათ, ან კომისიის მუშაობისას წევრებს ყველას თავისი პოზიცია აქვს, რამდენი წევრიც არის იმდენი და ორჯერ მეტი პოზიცია ახანდახან და თქვენ იმშელეთ და ჩამოყალიბდით, რომ ამ იმართულებაზე კვლევა არ იყო აუცილებელი. აი ეს პირველი კითხვა ბოდიში მაპატიეთ, ცოტა გძლა დავხსენი, რომ კარგად ავხსნა რას გულისხმობ. მივხვდი. და მეორე, დასკვნაში რატომ არ არის ნაკვლევი და თუ არის მიმითითეთ სად და იმუშავეთ თუ არა ამ თემაზე აგვისტოს ომის, რომელიც სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდა ხომ, წინა დღეებში მიმდინარეობისას იყო თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა დაუცველი შეისწავლეთ თუ არა ეს საკითხი და თუ შეისწავლეთ რა დაადგინეთ და თუ არ შეისწავლეთ იქნებოდა ამისი ლეგიტიმური მიზეზი რატომ არ გაიხედეთ იქითკენ შეიძლება საერთოდ არ იყო ეს თქვენი კვლევის საგანი როგორც ჩვენი კომისია ვერ გაიხედავს იმის იქით ვიდრე აქვს მას თავისი მანდატი ესე იგი სამშვიდობო ინიციატივებში რატომ არის და თუ არის გამოტოვებული კონკრეტული ეს ნაბიჯები და ეს პირები რატომ არ გამოიკითხენ და მოსახლეობა იყო თუ არა დაუცველი ეს იკვლიეთ თუ არა მეტი კითხვა მე არ აქვს მადლობა პირველ კითხვასთან დაკავშირებით ფაქტურად თქვენ უპასუხეთ ჩემს მაგივრად მოდი ასე ვთქვათ და გეტყვით რატომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე და აგვისტოში რუსული სამხედრო ინტერვენციის პერიოდი განვითარებული მოვლენები ეს იყო კვლევის საგანი რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივებს რაც წერია შიგნით ეს იყო კომისიის მიერ სპეციალურად მოკვლეული იმ თვალსაზრისით ეხლა თქვენ ხო ხვდებით სამშვიდობო ინიციატივები რამხელა ფართო ცნებაა ხო დაწყებული სახალხო დიპლომატიიდან დამთავრებული სამთავრობო ქმედებებიდან გამომდინარე ეხლა მაგალითად თქვენ ახსენეთ რომ თქვათ ბატონი ხაინდრავა ან თქვათ ბატონი ირაკლი ალასანია ჩასულები იყვნენ აფხაზეთში ხო მინდა ყველა შევახსენო რომ 2000 წელს ნუ ეხლა ჩვენ თუ აფხაზეთის თემას ვეხებით მე ვიყავი მომლაპარაკებელი პირი წარმოადგენდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას სადაც პირველად გაიმართა გაეროს ეგიდით ბოდენის ეგიდით აფხაზეთის სტატუსის განხილვა ხო ხვდებით და სადაც ჩემს მიერ თქვათ იყო წარმოქმნილი საქართველოს პოზიცია. თქვენ როგორც მეცნიერი თუ ერთ ხაზი მინდა გავუს მე მაშინ ვიყავი სტატუსი რა. ეხლა ვერ აგიხსნით ყველაფერს მაშინ მე ვიყავი მთავარ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი შედგა სპეციალური დელეგაცია რომელსაც ხელმძღვანელობდა დიტერ ბოდენი და ალვარო ხილრობლესი მაშინდელი ევროკომისიის ადამიანური დაცვის კომისარი 3 ადამიანი იყო წარმოქმნილი საქართველოს უბრალოდ 4 ადამიანი იყო წარმოქმნილი საქართველოს მხრიდან ეს იყო ბატონი მალხას კაკაბაძე თავის დროს მინისტრი იყო. ეხლა პირობითად ვლაპარაკობ. კი, მაგრამ როდესაც არის კონფლიქტების რეგულირებისთვის დანიშნული მინისტრი. გამოდიეთ, თქვენ ხო გინდათ რომ გიპასუხოთ? რატომ არ გამოგკითხეთ? კი, ეხლა მივდივარ ხო მე ხო გინდათ გიპასუხოთ და მე მომყავს ეხლა ნაწილი мотиваციის თუ რომ მივიდე ბიზნესამდე, ხო? ესე იგი, პირველ რიგში, ამიტომ სამშვიდობო ინიციატივებს თუ შევადაროთ, ვინ ჩავიდა, ვინ გამოვიდა, ვინ თქვა პირობითად 2 დღის განმავლობაში გუდაუთაში მომეწია ღამის გათენება, ღამე არ დამიძინია იმის გამო რომ არ მომختارიყო მოწამლა რაღაც სხვა ქმედებები, ისეთი მძიმე საუბრები ქონდა მოლაპარაკების პერიოდში, ხო? ეგ ჩვეულებრივი თემა არის. ამიტომ ბევრია ასეთი, რატომ მოიყვანა ეს მაგალითი? ბევრი თემებია. აქედან გამომდინარე, როდესაც სამშვიდობო თემების განხილვა მიდის ფორმატი თქვენ ხო გაგწამონგი რამდენი ეს 3 თვის განმავლობაში ერთად კომისია მუშაობს და აქ კონკრეტულად განსაზღვრული ვადიანობა აქ ფართო გაშლა ვერ მოხდებოდა მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ინიციატივების თემის დაფიქსირება იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ არაერთი ინიციატივა იყო მაგ პერიოდში რა ქვია დაფიქსირებული აქედან გამომდინარე რაც შეეხება კომისიაზე დაბარებას მოდი ასე ვთქვათ აი მაგალითად თქვათ იგივე ბატონი ირაკლი ალასანიას იგივე ბატონი ხაინდრავასი მინდა პირდაპირ თქვა რომ თქვათ ბატონი ხაინდრავა იმ პერიოდში გამოთქვამდა აზრებს რომ როგორც ეხლა იძახიან თქვათ არალეგიტიმურია კომისია ისე იძახოდნენ ჩემდეს ჩვეულებრივი თემები იყო ეს ამიტომ დიდი ალბათობით ალბათ არ ჩვენ არ დაგვიბარებია მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ მაგრამ არ მოვიდა მაგრამ ბატონმა ეროსი კინძმარიშვილმა თავის ძოზე თქვა რომ მე მინდა მოსვლა და რა ქვია მაგას მე ჩემი ინიციატივა იყო რომ ის მოსული იყოს თომაზე ხო ხვდებით მე პირადად დაუკავშირდი ამიტომ ეს პროცესი არის მთელი ამ ქმედებების ამ პროცესიდან გამომდინარე შეზღუდულ პუნქტებში რაც იყო რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას რაც უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით არის მოდით ასე პირდაპირ გეტყვით დასკვნაში პირდაპირ გაწერილი არის იგივე სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით ხარვეზები რაც იყო
სამოქალაქო მოქალაქეების ურთიერთობებზეა ლაპარაკი და ეს იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩადებული. ეხლა მე რატომ ვლაპარაკობ ამას? მე ხა რომ დავიწყო ამაზე ლაპარაკი, მე უნდა წავიკითხო ეხლა ეს დასკვნა, ხო ხტები მთლიანად. მე დროს არ წაგართვებთ, იმიტომ რომ ეს წერია, ეს თქვენ გაქვთ და იქ ცალსახად გაწერილია სამოქალაქო თავდაცვითი დაკავშირებით ხარვეზები, რაც იყო, რაც კომისიამ აღმოაჩინა და რეკომენდაციაც კი მიაწოდა ეროვნულ უშიშროების საბჭოს, რათა მოხდარიყო ამ საკითხების არათუ შესწავლა, არამედ მომზადება იმ დონეზე, რომ შემდგომში ეს საფრთხეები არ ყოფილიყო. ეს პირდაპირ რეკომენდაციის ნაწილში გაწერილი არის ამ მიმართებაში. კარგი, დიდი მადლობა. წევრებს ვთხოვ, ბატონო ილია შეკითხვებს, შემდეგ ვისურს კითხვის დასმა ბატონი სოზარი. მოგესალმებით ბატონ ბატა, გამარჯობა. მე რამდენიმე კითხვა მაქვს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს კომისია შეიქმნა და მისი დებულება შექმნით ამერიკაში არსებული კომისიის. არა, კომისია დებულება შეიქმნა როგორც არის დროებით საპარლამენტო კომისიას აქ რეგლამენტითაა გაწერილი, მაგრამ პრინციპი მუშაობის დავაზუსტებ, პრინციპი მუშაობის, იმიტომ რომ არ ყოფილა ეს საჯარო მუშაობა, გამოყენებული იყო ანალოგი. ხო. იმ პერიოდში არავის არ დაურქმევია, რომ ეს პრინციპი რუსული კანონიდან გამომდინარე ან რუსული. არა, იმ პერიოდში deep state-იც არ იყო და აიღა ვერ დამაბრალებდნენ და შეიძლება კი იყო, მაგრამ ხას არ უსვამდნენ ამას ალბათ. და ასევე ამ კომისიის მუშაობის დროს ბევრ თემას შეეხეთ თქვენ და ძალიან ბევრი კონსულტაციები იყო სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლების. ესტრებოდნენ. მე მინდა პირდაპირ რომელი საელჩოების წარმომადგენლები ესტრებოდნენ და იყო თუ არა მათი ეს რეკომენდაციები ამ კომისიის მუშაობის პროცესში გათვალისწინებული და რა მხრივ? არა, მოდი ასე გავმარტო, მესმის სწორად დასმული შეკითხვაა თქვენი მხრიდან. საელჩოები კომისიის ხდომას არ ესტრებოდნენ, იმიტომ რომ იყო საჯარო, მოდი ასე ვთქვათ, ხო? და გადაიცემოდა. მაგრამ მაგალითად დროებით საპარლამენტო კომისიის მუშაობის პერიოდში, სადაც დასკვნა მე წავიკითხე პირობითად და ეს საჯაროთაც ხდებოდა პარლამენტში, ყველა 11 კონგრესმენი ესწრებოდა, მაგალითად. პირობითად ლაპარაკო, რომელიც ჩამოვიდნენ დასკვნის გამოქვეყნების დღეს. ამიტომ საელჩოების ჩარევა, მოდი ასე თუ ამ კუთხით არის თუ სწორად გებულობ თქვენი. ხო, მათ ჰქონდათ რეკომენდაციები არა მარტო კომისიის ალბათ მუშაობის. სამშვიდობო მისიების მხარესაც, რომ სამშვიდობო მისიებზე რა თქმა უნდა ექნებოდა ეს ხელისუფლების მხარეს, ვინც ხელისუფალი იყო იმ მომენტში მათ, მაგრამ ჩემთან მიმართებაში, მოდი ასე ვთქვათ, არანაირი ჩარევა არ ხორციელდებოდა, აი პირობითად ხო ხდებით არც კონსულტაციები არ ჰქონდათ. არანაირი კონსულტაციები არ იყო, გარდა რაც გითხარით იმისა, რომ კომისიის ანალოგის შექმნაზე როდესაც მუშაობდი, სანამ აი ეს ერთიკვირიანი ვადა რატო ვახსენე, რომ დებულების პრინციპის მუშაობა, ანალოგის გამოყენება, ნუ ხო 11 სექტორის ანალოგი არ იყო, მაგრამ პრინციპი მუშაობის იყო ეს გამოყენება. კარგი, შეიძლება მე დაუბრუნდეთ. კი ბატონო. კარგი, მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო პალატა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რამდენიმე კითხვა მაქვს, და ვეცდებ ესეთ მიყოლებით დავსვა. თქვენს ამ დასკვნაში არის 6 პუნქტიან შეთანხმებას ეძღვნება ერთი პატარა თავი. სადაც ლაპარაკია, რომ მაინც კითხავს მაყურებელს განუმარტავ რა არის შეთანხმება, როდესაც ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობის შედეგად საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა 15 აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ 6 პუნქტს და ჩამოთვლილია ეს პუნქტები. თუმცა ამ 6 პუნქტის გარდა თავდაპირველად ცნობილია ეს შეთანხმების ტექსტი შეიცავდა მე-7 პუნქტს, ანუ იყო 7 პუნქტიანი. და მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ მე-7 პუნქტის ხელმოწერაზე, რის შემდეგაც ჩამოვიდა 6 პუნქტზე. თუ გახსოვთ და თუ იტყვით რომელი იყო ეს მე-7 პუნქტი და რატო არ დაისვა კომისიაზე ეს საკითხი. ეს ინფორმაცია არის დახურული, შემოიცავს გრიფ საიდუმლოს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოდი ასე გეპასუხოთ, ჩემსგან კითხვები დასმული იყო, გრიფი საიდუმლოს მოხსნის შემდეგ თქვენ მოისმენთ იქ რაც პასუხები გაეცა. კითხვები დასმული იყო. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე როგორც დასვით ამ წუთის მდგომარეობით თქვენ ამ პუნქტებთან დაკავშირებით. კი ბატონო. და მაინც საჯაროდ იყო ცნობილი რა იყო ეს მე-7 პუნქტი. მე-7 პუნქტი გულისხმობდა შინაარს ესეთი იყო, რომ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მომავალი სტატუსის განხილვა არ უნდა მომხდარიყო ფართო საერთაშორისო კონსენსუსის
გარეშე. აი ამ პუნქტის ამოღებამ ესმის ასე თქვენ ლაპარაკობთ აბსოლუტურად ჩვენება რომ ხელფეხი გაუხსნა რუსეთს აღიარებისკენ. იმას კი არ ვამბობ რომ ამის გარეშე არ აღიარებდა, მაგრამ რაღაც ლეგალურად ხელფეხი გაუხსნა და იყო ამის განხილვა თუ არა. აბსოლუტურად მესმის თქვენი შეკითხვის, აბსოლუტური ლეგიტიმური შეკითხვა არის და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ რომ ზუსტად თქვენ რო დასვით კითხვა ისე დასმული კითხვა არის ზუსტად ამ თანამიმდევრობით დახურულ სტომაზე, რომელსაც ადევს გრიპის საიდუმლო. ერთადერთი რასაც შემიძლია თქვა მე ვფიქრობ არ არის ეს საიდუმლო, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი 6 პუნქტიანი, რადგანაც აქ წერია, ის დოკუმენტი როცა მე ვნახე, როგორც ნახე, ისე აღწერილი დასკვნაში. დანარჩენი არის გრიფის საიდუმლო და ალბათ როცა მოიხსნება კი. კიდევ ერთი კითხვა, ამ დღეებში ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ, რომ და რატომღაც მაქვს ეჭვირო, რაც საჯაროდ უთქვამს, აქაც იგივე სიტყვიან, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარი შემოსული იყო, გვირაბიდან ისევე კოდორის ხეობაზე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. და მსხვერპლის რაოდენობა რამდენიმე ათეული კაცი, 80-მდე კაცი სახელდება, არის იმის შემდგომ გარდაცვლილი მხოლოდ იმიტომ მოკლული გარდაცვლილი კი არა, რომ არ მოხდა მათი სათანადო გაფრთხილება და არ მოხდა დროული გაფრთხილება. მსხვერპლი ნაკლები იყო, იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის garaშე, რომ თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს. მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელიც ძალიან აქტიურად რეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და იმაში ლიახვის ხეობაშიც ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე ძალიან რეალური და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის ხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატო არ იყო არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალების და ბავშვების გაყვანა. ანუ რაღაცა გეგმა სავარაუდოდ არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატო არ იცოდა ამის შესახებ ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებას და თუ იცოდა, რატო არ იღებდა შესაბამის ზომებს. თუ იმის შეერდეთ. დიახ. იცით რა არის, ეხლა მე შევეცდები გავცეთ თქვენ კითხვას პასუხი ორ კონტექსტში, მოდი ასე ვთქვათ. პირველი, რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენთვის არის ახლო ეს ხეობა, კოდორის ხეობა არის გულურიფშის რაიონის ნაწილი და მე გულურიფშის რაიონის მაცხოვრებელი ვარ და აქედან გამომდინარე ჩვენთვის იყო ეს ძალიან პრინციპული საკითხი კოდორის ხეობა და თქვენ თუ გაიხსენებთ კომისიის მუშაობის პერიოდში, ეხლა ისევ დეტალებში გადავდივარ, იმიტომაც თქვენი დროიდან გამომდინარე, არაერთი თანამდებობა, მოდი ასე ვიტყვი, რომ არ მოხდეს აღრევა, იმიტომ რომ იქ რაღაც ნაწილში გრიფის საიდუმლოა, რაღაც ნაწილში არ არის და ეხლა მე არ მახსოვს ეს ნაწილები, მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი რაღაცა, რომ ყველას უსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახული არის თუ ვინ გასცა ეს ბრძანება, გასამაშდელმა მაშინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში და მოტივირებული ის იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ კოდორის ხეობაში ალყაში მოქცეული იყო ზუგდიდიდან, რადგანაც ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქ მოხდებოდა ასვლა. ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული ვიდეო ჩვენებებში თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. ეხლა საჯარო იყო ეს და იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პრინციპული იყო, ცოდნა ვინ გასცა ეს ბრძანება, მაგდათ 4 მინისტრმა ვერ გასცა ამას პასუხი და ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი, მოდი ასე ვთქვათ. ხოლო რაც შეეხება აი იმ გაფრთხილების თემებს, ბატონ სოზარ, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ ესეთ რაღაცები აღარ იყო, მოდი ასე ვთქვათ, სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი, მაგალითად მთელი თავი მიუძღვენით ამ თემებს რა და ეს მოიცავდა ყველა მიმართულებით. აქ არა მარტო კოდორის ხეობაზე ლაპარაკი, აქ ლაპარაკი არის მთლიან მასშტაბზე, ხო ხვდებით? საქართველოს მასშტაბზე. დიდი მადლობა. მინდოდა გამეგოება, იმიტომ რომ ზუსტად ეს ინფორმაცია არის, რომ მოსახლეობა არ იყო გაფრთხილებული, აბსოლუტურად შეგნებულად არ იყო გაფრთხილებული და ამას მოხდა მსხვერპლი. კიდევ ერთი რაღაცნაირად ამის გაგრძელება არის, მაგრამ
ეხლა კარგად გვახსოვს მაშინ რაც ხდებოდა ტელევიზიებში, პრაქტიკულად მიდიოდა პირდაპირ ეთერში გადაცემა, რა წარმატებებს აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნოთ ეს სოფელი, ის სოფელი, ეს დასახლებული პუნქტი, ის სიმაღლე ავიღეთ. მოსახლეობას რაღაცნაირად იმედიანად იყო რა, ეხლა მაშინ ასეთი ინფორმაცია ყველას არ ქონდა მობილური ტელეფონი, ეხლა მეტია ეს კავშირები მაშინ ესე არ იყო, თანაც ჩახშობა მიდიოდა სერიოზულად ამ კავშირების და მოსახლეობა იყო მშვიდად, როცა ამ ტელევიზორებს უყურებდნენ. ეგ ერთი პრობლემა, რამაც ასევე გამოიწვია მოსახლეობის ბაში მსხვერპლი. და მეორე, ეს სატელევიზიო გადაცემები, ეს პირდაპირ ეთერები უშიშროების საბჭოში, რაღაცნაირად ხო არ ყოფილა განხილული კომისიაზე, ხო არ იყო ეგეთი რაღაცნაირი მის ნიშანი, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით, სად იყო განლაგებული ჯარი, რას ბომბავდით, საით მივდიოდით, ის ანუ ინფორმაციის გადაცემა მოწინააღმდეგეზე ხდებოდა, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში. ერთ ფაქტს გავიხსენებ, ეხლა ეს ფაქტი განსაკუთრებით კარგად მახსოვს, იმიტომ რომ 31 ქარხანასთან ცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა და უბრალოდ ერთი რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, იმას თავისი ზოლი აქვს. გამოვიდა, რამდენადაც მახსოვს და იმედია შემდეგ ჩვენი აპარატი მოძებნის ამ მაშინდელ გამოსვლებს. კახა ლომაია, ალექსანდრე ლომაია, ორი სახელით არის ადამიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ ეს ამიზნებია რო არ გათო 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო და შემოფრინდა ნახევარსაათში თვითმფრინავი და შესაბამისად მარჯვნივ თუ მარცხნივ 20 მეტრით დაარტყა და ის ზოლი ააფრინდა. ესეთი პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის. რუსები რო იტყვიან ნავოდკების მიცემა, განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე და თქვენი აზრით, როგორც აი კომისიის ხელმძღვანელის, არის თუ არა დასჯადი ესეთი ღალატი პირდაპირ ეთერში. მოდი ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ რა, ძალიან მარტივად გიპასუხებთ მაგ თემაზე. კონკრეტული ცალკეული განხილვა. ოდიში, კიდე გეტყვით, ნუ აქ გახსოვს ისიც შოთა უტიაშვილი რუკები ქონდა გამოფენილი და პირდაპირ ასე რუკაზე აჩვენებდა მტერს სად ვიყავით, რას ვაპირებდით და სამომავლო გეგმები ყველაფერი იყო განხილული. აი ამის განხილვები თუ იყო კომისიაზე. ბატონო სულთან, მოდით პირდაპირ გიპასუხებთ. ესე იგი არის როდესაც არაორდინალური სიტუაცია, ხო, ვისაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა, მე საბრძოლო მოქმედებებში მიმიღია მონაწილეობა და იცით როგორი მომენტია, მიღება ერთი არის, მაგრამ უშუალო კონტაქტში მტერთან ყოფნა აბსოლუტურად სხვაა, როდესაც მოძრაობაში მოქმედ ადამიანს ესწრო. ეგ ძალიან სხვა რამეა, ვიდრე სიტყვაზე მონაწილეობა რაღაც დიდ საბრძოლო მოქმედებებში. ასეთ თემაში ყოველთვის ხდება არაორდინალური სიტუაცია. მე აფხაზეთის ომზე ვლაპარაკობდა რა, თქვა, აგეთას 2008 წელს. რატო უყვები ამას? ამას ეხლავე მე ჩავიკითხავ, რაც კომისიის დასკვნაში არის. მაგალითად, აფხაზეთის ომის პერიოდში გადაცემა მიდიოდა პირდაპირ ეთერში, წამყვანს მიყავდა და ამ დროს მინისტრთა საბჭო იბომბებოდა აფხაზეთის. და გადაცემის ტელევიზია აფხაზეთის იყო მინისტრთა საბჭოს გვერდით. და წამყვანმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ჭურვი დაბომბვა დაიწყო არც და 200 მეტრით. პირობითად ლაპარაკ. ჩვენ იქ ვიდექეთ. ზუსტად რომ მოვისმინე, ვიცოდი რომ ჭურვი დაეცემოდა ჩვენი მიმართულებით და რაღაც მილიმეტრებით გავაცალეს ჭურვი რომ დაეცა. ეს პრობლემა არ აღმოფრილა იქიდან დაწყებული დღემდე პირდაპირ ლაპარაკობ მაგ მიმართ. და ეხლა მივდივარ ზუსტად რაც კომისიამ რასაც თქვენ კითხვას უყურეთ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობს ნორმატიული აქტი. მე მაგ პერიოდში წერია და ამიტომ საქართველოს მთავრობის დადგენილება საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებს და მოქმედებებს. ხა ცალკეული შემთხვევები ხო არა კიანად მოიცავს ხო ამას მოქმედებებს. ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მომენტთან დაკავშირებით არ შექმნილა. მიხვდით? რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული მოქმედება, რაც პირდაპირ წერია კომისიის დასკვნაში. ესე იგი, დადგენილება იყო, მაგრამ დადგენილებით უნდა შექმნილიყო კომისია, ომამდე ვლაპარაკობ მე ამ წუთას. შექმნილი იყო კომისია, რომელიც ამას დაარეგულირდა კონკრეტულად აი ამ საკითხებს, რაც თქვენ წამოჩერეთ, მიხვდით? კონკრეტულად კომისია კიდევ ერთხელ მინდა თქვენ რომ წარმოდგენა გქონდეთ, რომ ცალკე ხა თქვენ ხო გაქვთ
საბრძოლო მოქმედებაში რამდენი ინფორმაციაა, ხო? რამდენი, აი მაგთა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ბატონი ირაკლი ალასანიამ სამხედრო თავდაცვის სამინისტროში შექმნა შემსწავლელი კომისია ამ მოვლენების, რომელიც იყო გრიფისაიდული მთლიანად კომისია, რატომ? იმიტომ რომ სამხედრო ქმედებებს ეხებოდა, ხო? იმდენად მნიშვნელოვანი არის ეს თემა და ამის გამოტანა არ შეიძლება და ბევრი ექსპერტს მოიცავს. მაგრამ კანონმდებელმა მაშინ განსაზღვრა ის, რომ მთავრობის დადგენილება მიიღო, მოდი ასე ვთქვა, ნორმატიული აქტი, მაგრამ შესრულება კომისიომამდე ვერ მოახდინა. საუბარი არის კომისიის შექმნაზე, რომელიც ზუსტად იმ კითხვებს, რასაც თქვენ ეხლა დასვით, ხო, ის მოსახლეობის გაფრთხილება, კოორდინირებული მოქმედება, რა უნდა ილაპარაკო სიტყვაზე ტელევიზიით, რა არ უნდა ილაპარაკო, ეს რეგულირებადი უნდა ყოფილიყო. ამის რეგულაცია არ იყო. ეხლა ჩვენ თუ და ეს ჩვენ კომისიის პერიოდში მივაკლუიეთ რეკომენდაციებში. ჩავწერეთ, უბრალოდ ეს ჩავწერეთ ბოდიში და არა რეკომენდაციებში, არამედ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები, ჩავთვალეთ ხარვეზებში. დანარჩენი უკვე ხვდებით. კი ბატონო, მადლობა. მადლობთ. პრაქტიკულად დაადასტურეთ. ნუ ახლა ჟურნალისტი რო შესწომას უშვებს ეს ერთია. მე ნორმატიული როცა ამას სახელმწიფო მოხელეს, იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ამას აკეთებს. ამას თუ მოადგილე, რაც ამას არ ვიცი, შეიძლება ღალატი ქვია ან რაიმე, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს. ეს დადასტურებულია 2008 წლის 16 დეკემბრის დასკვნის გამოცხადების ბოლო კითხვა მექნებოდა თქვენი დასკვნის ქვეყნების შემდეგ პირველი დასკვნის დაწერის დროს აერეოდა თუ არა თქვათ მაშინდელი პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლება ან დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უკმაყოფილება ხო არ ყოფილა ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დაწყებული დამლაგებლიდან დამთავრებული, რა ვიცი, ჟურნალისტით, პოლიტიკოსით ყველა კითხულობს ამ თემას. სრული სერიოზულობით ვაცხადებ, აი ღმერთის წინაშე ვაცხადებ. კომისიის მუშაობის პერიოდში არა ერთხელაც კი არ ყოფილა ან ზეწოლა, ან მითითება სიტყვაზე, ნუ ან როგორ ვთქვა, შემოთვლითი მითითებაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობია ასე იყოს, ჯობია ასე არ იყოს, ან სხვანაირად იყოს. პირობითად ვლაპარაკობ. პირიქით თუ საუბარი არის ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, მე როგორც კომისიის თავმჯდომარე ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე არ მქონდა, მოდი პირდა. ნაწილი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ, ხო? მაგრამ ამ ბერკეტს ვიყენებდი, იმიტომ რომ, ნუ, ბევრი მიზეზების გამო. მაგრამ ცალსახად ვადასტურებ, რომ არც ერთი თანამდებობის პირის მხრიდან ეს არ ყოფილა. შემდგომაც კომისიის დამთავრების პერიოდშიც არ ყოფილა ასეთი რაღაცა. ერთი რაღაცა მინდა ბატონ სოფთარ გაუსვა ხაზი რა. აი ეს დადგენილებას რაზეც ვილაპარაკე და იგივე ჯდება იმ კონტექსტში, რასაც თქვენ ახლა ბოლო კითხვა დამისვით. ამ დასკვნას მარტო პატადავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი 9 წელმა და აქედან 5 წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის პარტიას. მაშინდელ უმრავლესობას. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, კომისია ღებულობდა კონსენსუსის გზით გადაწყვეტილებას და მათ ეს ხარვეზები, რასაც ქვია, აღიარებს და ამიტომ ზეწოლის განხორციელება სიტყვაზე ძალიან გაუჭირდებოდა პირდაპირ ლაპარაკს. გამარჯობათ ბატონ პატა. თქვენ თავში ახსენეთ, რომ ამ კომისიის შექმნის პროცედურები რომ დაიწყო უმრავლესობის ნება ჭირდებოდაო საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამიტომ დროებით კომისიის ფორმატი ვარჩიეთო. თქვენ შესთავაზეთ რომ საგამოძიებო კომისია შექმნილიყო და უმრავლესობამ მაშინდელმა ნაცმოძრაობამ თქვა უარი თუ თავიდანვე თქვენ არ შეგითავაზებიათ, იმიტომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქვეყანაში ამ ხელმოვლენა მოხდა, ომი გადაიტანა ქვეყანამ და საგამოძიებო კომისია კიდე რა უფრო მნიშვნელოვან საკითხზე უნდა შექმნილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეორე კითხვა დამოკიდებულია ჩემი აი პირველზე. ანუ თქვენ შესთავაზეთ რომ საგამოძიებო კომისია შექმნილიყო და იქიდან უარი იყო თუ პირდაპირ დროებით კომისია მოითხოვეთ? არა. არა მარტო მე, არამედ ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ეს საჯაროა, პანუმრავ, შეგიძლიათ ამოიღოთ ნახოთ ყველაფერი. რა, ხა არქივებიც აქვს, ტელევიზიებს.
ყველა დეპუტატი, რომელიც გამოდიოდა, იძახოდა, რომ მოთხოვნა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციის მხრიდან. და ეს იყო უმცირესობის პოზიციაც. მაგრამ იცით თქვენ, როდესაც უმცირესობის პოზიცია ვერ თუ არ არის ხარდაჭერილი უმრავლესობის მხრიდან, უმცირესობის პოზიცია რჩება პოზიციად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ის შეჯერებული ვარიანტი, რაც ეხლა იცით, დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად მესმის თქვენ, იმიტომ რომ მეც იგივეს ვლაპარაკობთ, საგამოძიებელს ვითხოვდი, ხო? მაგრამ ის რაც კომპრომისი მოხდა მაგ პერიოდში, რომ ეს კომისია შეიქმნა, მე მიმაჩნია, რომ სერიოზულ გადამონაბიჯად იყო, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, ამიტომაც დავთანხმდი, როდესაც ჩემი კანდიდატურა დადგა, თქვა, უმცირესობის მხრიდან, ეხლა მათ შეძლოთ არ დაეჭირა მხარი, ხო, გესმით თქვენ და ნებისმიერი სხვა ყოფილიყო. იქ სხვა კანდიდატურების განიხილებოდა ბარნაგურამ. იქ მარტო ჩემი კანდიდატურა არ განიხილებოდა. გასაგებია, მე რა მაინტერესებს, იცით? გასაგებია, რომ სულ არ შექმნილიყო ეს ფორმატი მაინჯობდა, სულ არ ჩვენი გადასახედიდან ვლაპარაკობ ეხლა. თქვენი აზრით, რატომ წავიდნენ წინააღმდეგი საგამოძიებო კომისიის? თქვენ ახლა რამდენიმე წუთის წინ თქვით, რომ აი რაც ამ კომისიას აქვს, ჩვენს კომისიას, ეს ბერკეტები მე არ მქონდაო და რაც მქონდა, იმას ვიყენებდიო. ხომ არ იყო შიში, ასე ვთქვათ, მაშინდელ ხელისუფლებაში, ნაცმოძრაობაში, რომ ბევრი რაღაცეები კიდევ უფრო გამოჩნდებოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რაც შეიძლება ვერ გამოჩენილიყო დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო мотиваცია და მიზეზი, აი თქვენი აზრით, იმიტომ რომ თქვენ ხა იქ ურთიერთობდით, რომ წინააღმდეგი წასულიყო ხელისუფლება, რომ ამხელა ომი მოხდა ქვეყანაში და პარლამენტში შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. აი თქვენი აზრით, რატომ წავიდნენ წინააღმდეგი ნაცმოძრაობაში, იმიტომ რომ იცით, რომ ეხლა ჩვენი დღევანდელი კომისია შექმნილია სწორედ ამიტომ. მიზანი არის შევაფასოთ მაშინდელი ხელისუფლების ნაცმოძრაობის რეჟიმი. შესაბამისად, თქვენი კომისია ნაწილობრივ რაღაც ეტაპზე იკვლევდა საქმიანობას და იმ სამწუხარო მოცემულობას, რაც ქვეყანაში მოხდა. რა იყო ამის მიზეზი თქვენი აზრით, რომ უარი თქვენს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე? მაგრამ ამაზე თქვენ უნდა გითხოთ ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის წევრებს პირველ რიგში, ეს ერთი. მეორე, უმრავლესობის წევრები ალბათ გაქცემენ პასუხს. ეხლა მაგალითად მე არ ვიძახი მარტო იმ ადამიანებზე, ვინც პირობითად ვლაპარაკობ, ეხლა არა უმრავლესობაში. მაგალითად, დღევანდელ პარლამენტში თქვენთან თქვენ არა ხართ უმრავლესობის წევრი, მაგრამ უმრავლესობის წევრები არიან ადამიანები, რომელიც იმ პერიოდშიც ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის წევრები იყვნენ. პირობითად. ამიტომ ისინი გაქცემენ პასუხს. იმიტომ მე არ ვესწრებოდი უმრავლესობის ხდომას, მიხვდით? მაგრამ ეს რაც შეხედათ, ეს სამართლებრივი შეფასება აყურეთ, პრინციპულია ჩემთვის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის უმრავლესობაში და ეწინააღმდეგება უმცირესობას, პირობითად მაშინ დღესაც უმრავლესობაშია პირობითად და დღეს უჭერთ ხარ საგამოძიებლო შექმნას, მიხვდით? ეს ასეთ მათ უნდა გითხოთ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ იმას, რომ ნებისმიერ მართველ ძალას, რომელსაც არის და რომელსაც ხმათა რაოდენობა აქვს გადაწყვეტილების მიღების, მოდი ასე ვთქვათ, ხო? აქედან გამომდინარე, მათ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ ალბათ რაღაცეებზე თავისი კონტროლი ქონდეს. მე მიჭირს ახლა ამაზე ლაპარაკი. ეს ვარაუდია მხოლოდ. ბატონო გურამ, ბოდიშს მოხდით ჩაგერევით. ბოლო კითხვას დასვავ, მოკლედ მიპასუხეთ და უნდა დაგემშვიდობთ, იმიტომ რომ ბატონი მიხეილ ქარელი ჩართულია უკვე და უნდა გადავიდეთ შემდეგ სტუმარზე. კი ბატონო. თქვენ ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა კონსენსუსი. დიახ. კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი კენჭისყრაზე საკითხები არ დგება, ან არ უნდა დადგეს, იმიტომ რომ რისკია რომ ხმები გაიყოს და საკითხები ვარდება. კონსენსუსი ნიშნავს იმას, თქვენ კარგად იცით, მაგრამ ვინც არ იცის იმისთვის ხსნი, რომ შეთანხმების გზით სიარულია წესი და არა ვთქვათ დაყოფის და კენჭისყრის გზით ერთმანეთთან სხვადასხვა აზრზე მყოფი ადამიანების დაპირისპირების. ამიტომაც გეკითხებით, ყოფილა კი თუ არა შემთხვევები, რომ ვინაიდან დასკვნაზე ყველას უნდა მოეწერა ხელი და ეს იყო მიზანი, რომ კონსენსუსური მიგნებები თუ რეკომენდაციები ქონოდა თქვენს კომისიას, რომ თქვენ პირადად თავმჯდომარეს ქონიათ რაღაცა მოსაზრებები, რომელიც დასკვნაში ვერ შევიდა. პირველ რიგში აბსოლუტურად სწორად დასმული შეკითხვაა და მივხვდი, ვთქვათ, კონტექსტ ამ შეკითხვის, მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას, რომ
თალთეა თქვენ რო ნახოთ დებულება რომელიც კომისიამ შეიმუშავა მაშინ ხო გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსით რატო ჩაიწერა ეს არ ნიშნავდა იმას რომ განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება არ ყოფილიყო კონსენსუსის კენჭისყრადის საკითხები იცი შეზღუდული დებულებით მე კენჭისყრადის საკითხს ვერ ვაყენებდი ამის თქვა მინდა ეხლა უბრუნდები თქვენ მოგიწიათ თუ არა საკუთარი მოსაზრებების გაწირვა ასე ვთქვათ და უჯრაში ჩადება რომელიც დასკვნაში ვერ არა პირიქით მაგალითად ჩემი მოსაზრება რაც გაწერილი არის დასკვნაში და ძალიან მკაცრად გაწერილი ცხინვალში პირობითა ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით ხო ეს იყო კონკრეტულად ჩემი მოსაზრება რომ ამასთან დაკავშირებით დაფიქსირებული იყო დასკვნაში საჯარო ჩვენებები მაგალითად სააკაშოვმა მისცა პირობითად ხო ამასთან დაკავშირებით საჯარო ხაზს უსვამდა ეს არის იმიტომ რომ გრიფის საიდუმლო მასთან არ იყო და აქედან გამომდინარე რომელ შეყვანას გულისხმობთ რო ცხინვალის ბრძანების გაცემას და ჯარების საქართველოს ჯარების რომელ წელზე ცხინვალში აი როდესაც საბრძოლო რაც დასკვნაში აწერილი მე ხარ 2008 წელზე 8 წელზე ვლაპარაკობ ხო იმიტომ რომ დასკვნაში ეს თქვენი ინიციატივით შევიდა გასაგებია აქედან გამომდინარე დიდი მადლობა ბატონო სხვა ის არ მქონია რომ ბრძანებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის რომლითაც არაერთი ის მოსაზრება რაც ჩვენი კომისიის წევრებს შესაძლოა ჰქონდეთ ამა თუ იმ ასპექტთან დაკავშირებით ან დადასტურდა ან უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ და უფრო მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენც. დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, აქ ტექნიკური მხარეები ახალი უნდა მოვაწეროთ, ხო? თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ, რომ მე თავში როგორც გაგაფრთხილეთ სრულჩვენებასთან დაკავშირებით, რომ ეს ნამდვილად გაკეთდა და თქვენც მოისმინეთ. ჩვენ ზუსტად 5 წუთიან ტექნიკურ შესვენებას ვაცხადებთ და არაუმეტეს 5 წუთისა. ვინაიდან ბატონი მიხეილ ქარელი უნდა ჩაგვერთოს სატელეფონო ზარით და 5 წუთში არაუმეტეს 5 წუთისა განვაახლებთ სხდომას. დიდი მადლობა.